საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ სააკაშვილი. პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური მოხსენება 2 საათს გაგრძელდა. პრეზიდენტმა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე ისაუბრა და პარლამენტის წევრებს მომავალი გეგმებიც გააცნო. მე დაგკვირდით, რომ ქვეყნის მმართველობაში ოპოზიციის მონაწილეობის ინსტიტუციური გარანტიების გაძლიერებას შევძლებთ. ამ კუთხით დაპირებების შესრულების მდგომარეობა ასეთია. ოპოზიციის როლის გასდა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში. სამოქალაქო კონტროლის დამყარების საფუძველი შესრულებულია. ოპოზიციის ლიდერების ჩართვა უშუალობის საბჭოს მუშაობის პროცესში, როგორც დაგკვირდით, შესრულებულია. ოპოზიციის როლის გაძლიერება საპარლამენტო მმართველობის გადაწყვეტების მიღების პროცესში შესრულებულია. სააკაშვილის მოხსენებას საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური დებატები მოჰყვა. თქვენ ამ 6 წლის მანძილზე 160 მილიონი ლარი დახარჯეთ. 6 თვეა მე ვცდილობ, რომ როგორმე მივაკვლიო საჯარო ინფორმაცია, ეს მე კანონით მეკუსმის და არა მარტო მე. ეკუსმის ნებისმიერ ამ ქვეყნის მოქალაქეს. 6 თვეა ვცდილობ, რაც შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დახმარებით. ვერ მოვიპოვე ვერცერთი ინფორმაცია, რომელიც თქვენი ფონდის საქმიანობას გამოაშკარავებს საზოგადოებისთვის. თქვენი გაუაზრებელი და არასწორი სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ასობით ათასი ადამიანი დაუმატეთ ბოგანოთა და უმწეოთა ისედაც დიდ არმიას. თქვენი ვერც ის ყბადაღებული დაპირება შეუსრულეთ პენსიონერებს, რომელიც პენსიის $100-მდე გაზრდას გულისხმობდა. ამას უკვე პიარ ტყუილი აღარ ხვია. ამას ხვია საკუთარი მოსახლეობის თვალებში ნაცრის შეყრის უსუსური მცდელობა. თქვენი საპრეზიდენტო ვადები პრაქტიკულად გაფლანგეთ. ასე რომ მადლობას წასვლისას აღარავინ გეტყვით. ახლა ერთი დარჩა ბატონო მიხეილ, რომ თქვენ მოახერხოთ და თქვენი წასვლის შემდეგ ამ ქვეყანაში ქვაზე მაინც დატოვოთ. თქვენ შექმნით სისტემა, რომლის სათავეში უნდა იჯდეს სუპერმენი. პრეზიდენტად სუპერმენი და მის გარშემო მთელი მისი ამალა, მთელი მისი მთავრობა და საკონსტიტუციო უმრავლესობა, როგორც მისი ავატარები, რომლებიც ყველაფერზე კვერს დაუკრავენ. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ დამარცხდით იმ პრინციპებთან, რომელმაც ხელისუფლებაში მოგიყვანათ. თქვენ დამარცხდით მტკვრისა და არაგვის შესართავთანაც და ქუთაისის მემორიალთანაც. თქვენ დამარცხდით ყველგან, სადაც გაისმოდა თქვენი ამალის ომახიანი ოვაციები. მაგრამ არ დამარცხდით. გიორგი თარგამაძის გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში ჯეიმს კამერონის შემოქმედების განხილვით გაგრძელდა. საპარლამენტო ოპოზიციას უმრავლესობის ლიდერებმა უპასუხეს. ბატონი გიორგი ახვლედიანის გამოსვლა იმის გარდა, რაც გოკამ თქვა, რომ იყო არაადეკვატური, ასევე იყო ტყუილებით ახსავს, ხოლო რაც შეეხება უმცირესობის ლიდერის გამოსვლას, ეს იყო ერთგვარი თავისუფალი თემა ჯეიმს კამერონის მოტივები გიორგი თარგამაძის შემოქმედებაში. დაგავიწყდათ იმ მომენტში კიდევ ერთი კინოფილმი, რომელსაც ტერმინატორი ერქვა, იმიტომ რომ სულ რაღაც 2 წლის წინ თქვენს ქუჩის ოპოზიციის მეგობრებთან ერთად მართლაც ტერმინატორებივით გამოხვედით დღევანდელი ქართული სახელმწიფოს დასანგრევად. ეხლა უკვე თქვენ ემიჯნებით იმ კოლეგებს, რომლებთანაც 2 წლის წინ გვერდში ედექით, იმიტომ რომ უკვე არაშეფარულად ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის მტერს, არამედ ამას უკვე ღიად აკეთებენ. მაგრამ თქვენ როგორც ჯეიმს კამერონის შემოქმედების ღრმამცოდნეები ძალიან კარგად ხართ ამაში გათვითცნობიერებული და იცით, რომ არა ტერმინატორული პრაქტიკის შესაბამისად, არამედ მათი მოძრაობა ჩაიძირება როგორც ტიტანიკი. ოპოზიციის გამოსვლები თარბაში კარგად არის, მე არ მგონია რომ შეგნებულად ყოფილიყო, მაგრამ ტექნიკურ პერსონალს იქნებ თხოვოთ, რომ ცოტა აუწიონ, იმიტომ რომ იქით და მიკროფონიდან გაცილებით კარგად ისმის და ლევან ვეფხვაძის ამ რეპლიკის შემდეგ დეპუტატების საპასუხოდ გამოსული მიხეილ სააკაშვილი უმცირესობისთვის განკუთვნილი ტრიბუნისკენ გაემართა. ბატონო პრეზიდენტო, ხმა აქედან უკეთ მიდის დარბაზში და მე მინდა ასევე დიდი მადლობა გითხრათ ბატონ გიორგი იმისათვის, რომ სუპერმენად მოგვიხსენიეთ ან მე ან ჩემი მეგობრები, ნამდვილად ეს პრეტენზია არ მაქვს. რამდენადაც ვიცი ეს ფილმი ავატარი არის, რომ მიხვიდე და რომ ნახო, უნდა სათვალები გაიკეთო. მე ნამდვილად ვისაც აბეზრო აქვს, მე ნამდვილად არ მოგიწოდებთ, რომ ფერადი სათვალებით უყუროთ რეალობას. არავის არ მოუწოდა პირველ რიგში მთავრობას და საკუთარ თავს და ასევე უმრავლესობის წევრებს. თქვენ გაქვთ უფლება უყუროთ შავი სათვალებით, ასეთია ოპოზიციის ცივე ხვედრი. თუ ყველაფერი შავად არ მოგეჩვენათ, შეიძლება ლუკმაპურის აზრით დაიკარგოს ოპოზიციის, მაგრამ ძალიან გთხოვთ ხანდახან მაინც გაწმინდეთ ეს თქვენი შავი სათვალები.
მიხეილ სააკაშვილის მოხსენება და პოლიტიკური დებატები მთლიანობაში 5 საათს გაგრძელდა და ღამის 12 საათზე დასრულდა. სხდომათა დარბაზიდან გამოსული საპარლამენტო ოპოზიცია უკმაყოფილებას, უმრავლესობა კი კმაყოფილებას ვერ მალავდა. როცა უსმენდი მისი გამოსვლის პირველ ნახევრის განმავლობაში, მეგონა რომ საქართველოს პრეზიდენტს კი არ უსმენდი, კუვეიტის შეიხს უსმენდი. პოლიტიკური დებატები შეიძლება ითქვას, რომ არ შედგა. როდესაც ჩვენ ვიღებდით გადაწყვეტილებას, რომ ოპოზიციას მიცემოდა დიდი დროითი ქრონომეტრაჟი და მათ ქონოდათ გამოსვლების საშუალება, ამას ვაკეთებდით არა იმიტომ, რომ ველოდებოდით, რომ მათი მხრიდან რაიმე ესეთი საქებარი გამოსვლები იქნებოდა, არამედ სწორედ იმიტომ, რომ ველოდებოდით კრიტიკას, ველოდებოდით განსხვავებებს და ეს არის კარგი დებატის ნიშანი. საკანონმდებლო ორგანოს წინაშე მიხეილ სააკაშვილი მოხსენებით მე-6-ად წარდგა. პრეზიდენტის გამოსვლა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. თუმცა ხანგრძლივ და მძიმე საპარლამენტო დღეს ბოლომდე დიპლომატებიდან მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაუძლო.